პირველი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან შესაძლოა ივანიშვილის რეპრესიების ახალ ეტაპად იქცეს. სულ ცოტა ხანში სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა გადაწყვეტს გაუშვებს თუ არა მოქალაქეებს პატიმრობაში ტროტუარზე დგომის ბრალდებით. აზრის გამოხატვისთვის გასამართლება ოცნების რეჟიმმა ახალი რეპრესიული კანონებით უკვე დაიწყო. ამ წუთებში სასამართლო კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანის ელენე ჯღარკავას საქმეს განიხილავს. დღესვე გაიმართება გიორგი ბულიას, ნორა ცინცაძის, მარინა ჟვანიას საქმეების განხილვაც. ნანო ჩაკვეტაძე აშუქებს სასამართლო პროცესს და ის დეტალებით გვერდდება. შუქი მოვიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდა დემონსტრანტების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა პროევროპული აქციების იმ მონაწილეების, რომლებსაც პირდაპირ შეეხოთ ქართული ოცნების დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც სამართალ დარღვევად უთვლის დემონსტრანტებს ტროტუარზე დგომასა და პროტესტის გამოხატვას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დავიწყოთ ბოლოს სიახლეებით კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ელენე ჯღარკავას სასამართლო პროცესი ამჯერადაც უკვე მეორედ იმავე მიზეზით, ანუ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გადადო სანქცირებულმა მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ. მომდევნო კვირაში გაახდება უკვე ელენე ჯღარკავას სასამართლო პროცესი. ასეთი იყო მოუდინი სწორედ ელენე ჯღარკავასი, რომ გადაიდებოდა მისი სასამართლო პროცესი. მეორე დემონსტრანტის სასამართლო პროცესიც გადაიდო და ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. დემონსტრანტებს აქვთ მოუდინი, რომ დიდი ალბათობით დღეს ჩანიშნული 4-ვე სასამართლო პროცესი და 4-ვე ადმინისტრაციული საქმის განხილვა შესაბამისად მომდევნო კვირაში გადაიდება. მოვისმინოთ პირველ რიგში კომენტარები, რომლებიც ჩავწერეთ ელენე ჯღარკავასა და მისი ადვოკატის. ამის შემდეგ უკვე მოგიყვებით სხვა დემონსტრანტების საქმეებსაც. რეალურად მიზეზი სევეროკოს პროცესი არის აბსურდული. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ვიდეო მტკიცებულებები არ იყო ერთნაირად ჩაწერილი დისკებზე, ანუ ჩვენ რაც გადმოგწეს მხარეს და მათ მოსამართლისთვის რაც ხონდათ გადაცემული, იქ არ ემთხვეოდა ვიდეო მასალა. შესაბამისად დიდი ალბათობით არის გაჭიანურებას ვადევნებთ ხა ჩვენ თვალს. შუქი ჩაქრა რამდენჯერმე დარბაზში, გამოცხადა მე შესვენება, თუმცა ვერ გასწორდა ესე ვთქვათ ეს ხარვეზი და შემდეგ უკვე როდესაც აღარ ქრებოდა შუქი და შეიძლებოდა სამის გაგრძელება, გააგრძელა მოსამართლემ სხდომა. სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ სამართლებრივ პრობლემებთან ერთად ტექნიკური პრობლემებიც გვაქვს. დაწყებული შუქის გათიშვით, დამთავრებული იმით, რომ დისკები უბრალოდ არ ირთვებოდა და ასე შემდეგ. საბოლოოდ სხდომა გადაიდო ყველაზე აბსურდული მიზეზით, რაც კი ამდენი წლის განმავლობაში ამ სასამართლოში მომისმენია. ორ დისკზე არ ეწერა ერთი და იგივე მოცულობის მტკიცებულებები. ეს უფრო ტოვებს ასოციაციას, რომ არ აქვთ მიღებული საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილება, რაც იზამენ. გაუნდინარე იქედან, რომ მათ კარგად ესმით სიმძიმე ტროტუარზე დაპატიმრებული ადამიანების დადგენილებებზე ხელმოწერის. მე ვარ ერთ-ერთი ხალხთაგანი, რომელსაც ემუქრება 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. შესაძლოა რომ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებას წარმოვადგენდი. ეს არის ჩვენ ქვეყნის ისტორიაში, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ტროტუარიდან პროტესტი დასჯადი ხდება და ყველაფერს გავიგებთ დღეს თუ რა პოლიტიკით იმოქმედებენ. ელენე ჯღარკავასა და გიორგი ბულიას პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე სასამართლო პროცესები გადადებულია. როგორც გითხარით, 4 დემონსტრანტის საქმე იყო ჯამში დღეს ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მაგალითისთვის მათ შორის არის ერთ-ერთი ენათ მეცნიერი მარინე ჟვანია, ასევე არის 73 წლის ქალი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო თავს არიდებს კამერებთან გამოჩენას, თუმცა ჩავწერეთ მარინე ჟვანია, რომელიც ამბობს, რომ მასაც აქვს მოუდინი, რომ შესაძლოა 15 დღით პატიმრობაში გაუშვან, თუმცა ელის რომ ტექნიკური მიზეზის თუ სხვა მიზეზის გამო შესაძლოა მისი პროცესიც გაჭიანურდეს და დღეს გადაიდოს. უნდა მოიტანონ მტკიცებულებები, რომ ნახევარი საათის განმავლობაში უწყვეტი კადრი, სადაც გამოჩნდება, რომ ვიღაცას უშლის თავს გადაადგილებაში. მართლა არ ვიცი, საცხოვროდ რა ხდება, როგორ შეიძლება ტროტუარზე დგომა იყოს დასჯადი და გაპროტესტება არ შეიძლებოდეს. ხო ამბობენ, რომ არის დემოკრატიული ქვეყანა და ყვავის დემოკრატია. მაშინ რატომ იშლიან, რომ გავაპროტესტო? ტროტუარზე დგომა, განა შეიძლება დასჯადი იყოს.
სასამართლოში პერიოდულად შუქი ქრება, მაგრამ მიუხედავად ტექნიკური შეფერხებებისა, სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცვა კვლავ განაგრძობს გარკვეულ ეტაპამდე მოქალაქეების გასამართლებას ტროტუარზე დგომისა და პროტესტის გამოხატვის გამო 4-ვე დემონსტრანტის საქმე, რომლებიც დღეს განიხილება, დაწერილი აქვს სწორედ მანუჩარ ცაცვას, ქართული ოცნების სანქცირებულ მოსამართლეს. დარჩენილია 2 მოქალაქის პროცესი, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან საერთოდ მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას დღეს სანქცირებული მოსამართლე დემონსტრანტების საქმეებზე, რომლებსაც რეჟიმი 15 დღით უპირებს პატიმრობაში გაშვებას ტროტუარზე დგომისა და პროტესტის გამოხატვის გამო.